თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავრობის სახლის ჭიშკარზე გამოჩნდა წარწერა. პუტინ შენ პასუხს აგებ ნორდ-ოსტისთვის. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. 24 წლის წინ, ოქტომბერში 40 ჩეჩენმა ბოევიკმა მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით ბრძოლად აიყვანეს მიუზიკლ ნორდ-ოსტის მაყურებლები დუბროვიკის თეატრალურ ცენტრში. სულ შენობაში იმყოფებოდა 912 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ რუსი სამხედროების ჩეჩნეთიდან გაყვანას მოითხოვდნენ. 3 დღეღამის განმავლობაში ეს ადამიანები ტერორისტთა ტყვეები იყვნენ. 3 დღის შემდეგ კი რუსეთის ხელისუფლებამ შენობაზე შტურმის გადაწყვეტილება მიიღო. შტურმა ტერორისტებთან ერთად მძევლების სიცოცხლეც იმსხვერპლა 129 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. რუსულმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაციისას გამოიყენეს დღემდე უცნობი გაზი, რომლის ფორმულაც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ასევე არ დადგენილა, რამდენი ექიმი იყო შტურმის დღეს იმ საავადმყოფოში, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას. გამოძიებას არ დაუდგენია იმ თანამდებობების პირთა ვინაობა, რომლებიც უშუალოდ ეწეოდნენ კოორდინაციას ექიმების, მაშველების და სამხედრო მოსამსახურების მოქმედებებს შემთხვევის ადგილზე. ასევე არ დადგენილა, რატომ დაიწყო ძევლების ევაკუაცია შტურმის დაწყებიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ. ეს ის საკითხებია, რაც დღემდე საიდუმლოდ რჩება ევროპელი უფლებადამცველებისათვის და რომლის გარკვევის სურვილიც არაერთხელ გამოთქვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სადაც თავის დროზე 64 ადამიანმა შეიტანა სარჩელი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლო საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ, ტრაგედიის მსხვერპლთ არ გაუწიეს ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ფსბ-ს მიერ უცნობი გაზის გამოყენების შემდეგ, რის გამოც დაიღუპნენ არა მხოლოდ ტერორისტები, არამედ მძევალთა დიდი რაოდენობა. გარდა ამისა არ ჩატარებულა მომხდარის ეფექტური გამოძიება, რითაც რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუძემდებლური პრინციპები. ტრაგედიის შედეგად დაზარალებულმა ადამიანებმა ჩამოყალიბეს ორგანიზაცია ნორდ-ოსტი. ეს ორგანიზაცია ხელისუფლებისგან განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა, რადგან ტრაგედიის დროს უამრავმა ადამიანმა ქრონიკული დაავადება შეიძინა, ხოლო სამკურნალო სახსები მათ არ გააჩნდათ. რუსეთის ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ნორდ-ოსტის ტრაგედია არის ერთ-ერთი თვალსაჩინოება იმისა, თუ რა ფასი აქვს რუსეთის მთავრობისათვის საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს. რა გინდა რომ ქნა, რამდენი ხანი უნდა ელოდო სამართალს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ იმ მოქალაქეების, რომელმაც მიაკრეს ბანერი წარწერით პუტინ შენ პასუხს აგებ ნორდ-ოსტისათვის, ის აუცილებლად აგებს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.